სამი მოცინარი ბერი. ოდესღაც ძველ ჩინეთში ცხოვრობდა სამი ბერი. მათი სახელები დღეს არავის ახსოვს, უბრალოდ იმიტომ, რომ არავისთვის გაუმხელიათ. ჩინეთში მათ უბრალოდ სამ მოცინარ ბერად იცნობდნენ. ისინი ყოველთვის ერთად მოგზაურობდნენ და არაფერს აკეთებდნენ გარდა სიცილისა. შევიდოდნენ სოფელში ან ქალაქში, დადგებოდნენ ცენტრალურ მოედანზე და დაიწყებდნენ ხარხარს. ნელ-ნელა, მაგრამ გარდაულად იქ მცხოვრებლები, გლეხები და გამლელები ვეღარ უძლებდნენ და სიცილში აყვებოდნენ ამ ბერებს. ბოლოს კი პატარა მოცინარი ბრბო შეიკრიბებოდა და საბოლოოდ სიცილი მთელ სოფელს ან ქალაქს მოედებოდა. ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც სამი მოცინარი ბერი სხვა სოფლისკენ გაუყვებოდა გზას. მათი სიცილი იყო მათი ერთადერთი ლოცვა, მათი ერთადერთი სწავლება, რადგან ისინი არასდროს არავის არ ელაპარაკებოდნენ. ისინი უბრალოდ ქმნიდნენ სასაცილო სიტუაციას. მთელს ჩინეთში უყვარდათ და პატივს სცემდნენ მათ. ხალხს არასოდეს ცოდნია ასეთი სულიერი მასწავლებლები. არც მანამდე და არც მას შემდეგ. ისინი თითქოს გადმოსცემდნენ, რომ ცხოვრება უნდა მივიღოთ მხოლოდ როგორც დიდი შესაძლებლობა სიცილისთვის. თითქოს მათ აღმოაჩინეს რაღაც კოსმიური ხუმრობა. ასე მოგზაურობდნენ და იცინოდნენ მრავალი წლის განმავლობაში. სიხარულითა და ბედნიერებით ავსებდნენ მთელ ჩინეთს. სანამ ერთ დღეს, როდესაც ისინი ჩრდილოეთ პროვინციის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდნენ, ერთი მათგანი არ გარდაიცვალა. ხალხი შოკირებული იყო. მოდიოდნენ ახლო თუ შორეული სოფლებიდან. აინტერესებდათ, რა მოხდებოდა ასეთი ტრაგედიის მიუხედავად. ნუ თუ ეს ბერები ისევ სიცილს განაგრძნობდნენ. მთელი დღით ტოვებდნენ მინდვრებს, რათა ენახათ დანარჩენი ორი ბერის რეაქცია ამ დრამატულ მოვლენაზე. ისინი ელოდნენ ხარებას ან თუნდაც ცრემლს. მთელი სოფელი შეიკრიბა იმ ადგილას, სადაც სამი ბერი იყო, ორი ცოცხალი და ერთი გარდაცვლილი. მაგრამ ჰოი საოცრებაო! ცოცხლად დარჩენილი ბერები კიდევ უფრო ხმამაღლა იცინოდნენ და არ ჩერდებოდნენ. გაკრუებულმა და დაეჭვებულმა რამდენიმე ადამიანმა ჰკითხა მათ, რატომ არ გლოვობდნენ გარდაცვლილ მეგობარს. ბერებმა კი უპასუხეს: იცით, გუშინ თქვენი სოფლისკენ მომავალ გზაზე მან სანაძლეო დაგვიდო, თუ რომელი ჩვენგანი დაამარცხებდა ორ სხვას და პირველი მოკვდებოდა. და აი მან გაიმარჯვა, ხუმარა მოხუცმა. ამ ბებერ წპიერს ანდერძიც კი ჰქონია გამზადებული. ტრადიციის თანახმად მიცვალებული უნდა დაებანათ და ტანსაცმელი გამოეცვალათ, სანამ დასაკრძალ კოცონზე დადებდნენ. მაგრამ მოხუცმა ბერმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ძველი ტანსაცმელი დაეტოვებინათ, რადგან ის არასოდეს ყოფილა ერთი დღეც კი ბინძური. არასოდეს მიმიცია ამ ქვეყნიური სიბინძურისთვის საშუალება, რომ ჩემამდე მოეღწია ჩემი სიცილის გავლით. ეწერა მის ანდერძში. ამიტომ მოხუცი ბერის სხეული კოცონზე დადეს იმ სამოსით, რომელიც ეცვა მოსვლისას. და როდესაც ცეცხლი დაიმთო და მის ტანსაცმელს მოედო, ყველას გასაკვირად უეცრად ასობით ფერის ფეიერვერკი აფეთქდა ყველა მიმართულებით. საბოლოოდ იქ შეკრებილი ხალხით შეუერთდა ორი ბრძენი მამაკაცის სიცილს. რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ამბავიდან? იქნებ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ამ დედამიწაზე ვართ, არის ის, რომ არ მივცეთ სიბინძურეს საშუალება ჩვენში დაივანოს, რომ შეგვეძლოს სიცილი, რომ არასოდეს შევწყვიტოთ სუფთა სიხარულისა და ბავშვური სიცილის განცდა. ვინც თავს იკავებს ამ ქვეყნიური სიბინძურისგან და არ ეხმევა მასში, მას აქვს უფლება გულიანად იცინოს. ბავშვური სიცილი არის მტკიცებულება იმისა, რომ შენ არ მიეცი სამყაროს უფლება დაებინძურებინე. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, ჩაიხედე საკუთარ თავში და აღმოაჩინე მიზეზი, რომელიც არ გაძლევს უფლებას გული გაიხარო. რადგან სუფთა სიხარული არის ის, რაც გვინარჩუნებს სიცოცხლეს.